Საღამოშვიდობისა კონსილიუმი იწყებს მუშაობას. დღეს კონსილიუმის წევრია სტუდიაში სოზარ სუბარი, მაგრამ ვინაიდან დასრულდა ეს წინასაარჩევნო კვირა, ხვალ არის ის 1 ოქტომბერი, რომელსაც მთელი საქართველო უკვე ძალიან დიდი ხანია უცდის იმ ცვლილებებს, რასაც ელის 1 ოქტომბრიდან და ამ არჩევნებიდან, და ამიტომ დღეს ჩვენი კონსილიუმი იქნება უდნავ განსხვავებული ფორმატის. ჩვენ შეძლებს დაგვარად ვეცდებით რომ დავესწრებით და კი არა დაველაპარაკებით რამდენიმე რეგიონს საქართველოში, რათა გავიგოთ როგორ ვითარება არის წინასაარჩევნოდ, რა განწყობაა და ვთქვათ როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი. დასაწყისში ჩვენ ვიწყებთ ქუთაისიდან ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე ჩართავს ქალბატონია ბობოხიძეს, ახალი გაზეთის დაფუძნებელს თეონა ხარაბაძეს, Info9 ჟურნალისტ უგრა კორხეიძეს, არასამთავრობო ორგანიზაცია თაობათა დიალოგს. თორნიკე, მოგესალმები და დღეს მაქვს ყველგან ერთი კითხვა, როგორი ვითარება არის წინასაარჩევნოდ, რა განწყობაა და როგორ არის რა ვითარებაა და როგორი პირობებია შექმნილი იმისთვის რომ ხვალ ადამიანებმა გამოხატოს საკუთარი ნება. წინასა მოგესალმებით. წინასაარჩევნოდ დღეს ქუთაისში ისეთი ვითარება, რაც პრინციპში მთელი კვირის განმავლობაში იყო და ყველა ჟურნალისტს რაღაც განსაკუთრებული დაძაბულობა გვაქვს და ამის მიზეზი არაერთი ფაქტია, მაგალითად თუნდაც გუშინ მომხდარი ფაქტი, ახალი გაზეთის ოფისში მომხდარი ინციდენტი და ტელეკომპანია მეცხრე არხის მაყურებელმა კარგად იცის ამ ინციდენტის შესახებ. თავად ია ბობოხიძემ დღეს უკვე მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს თამარ ფაჩულიას და უახლოეს დღეებში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე მოამზადებს შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას, თუმცა აპირებს თუ არა თავად ია ბობოხიძე ფართის დაცლას, ამას თავად ის გვეტყვის. მოგესალმებით. თუ შეიძლება გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ რომ გითხრათ და აპირებთ თუ არა ფართის დაცლას ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ყველა ჩვენს კოლეგას, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით თითოეულ მოქალაქეს, რომლებმაც უპრეცედენტო სოლიდარობა გამოგვიცხადეს. გუშინ მთელი ღამე არ წყდებოდა სატელეფონო ზარები, შეტყობინებები, სოციალური ქსელების, პირადი მეილების საშუალებით. ადამიანები მოგმართავდნენ და აბსოლუტურად უსაწყიდლოდ გვთავაზობდნენ საკუთარ უძრავ ქონებას ოფისის სახით. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ბუნებრივია ვაგრძელებთ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე საპარლამენტო არჩევნების გაშუქებაში. მედიის როლი მოგახსენებათ მნიშვნელოვანია და ჩვენ სწორედ ამ პროფესიული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ხვალინდელ დღეს. ამდენად ახალი გაზეთი სრული შემადგენლობით მაქსიმალური მობილიზაციით ხვალ 24 საათიან რეჟიმში შეეცდება იმუშაოს და შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა, რაც შეეხება ოფისის საკითხს. თქვენ იცით გუშინდელი ჩვენი ინციდენტის თაობაზე, მოგვიანებით ჩვენ საპატრულო პოლიციას ვთხოვეთ უზრუნველყო უსაფრთხოება პირადად ჩემი თითოეული ჩვენი ჟურნალისტის, ისე როგორც იმ ტექნიკური ბაზის, რომელიც გაზეთის რედაქციას სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გააჩნია. ამ ეტაპზე ჩვენ ვინარჩუნებთ ოფისის იმ პირობებში, რა პირობებშიც ამ დრომდე ვიყავით, თუმცა სამართლებრივი დავა მოგვიანებით აუცილებლად გაგრძელდება და თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ ვიმართეთ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს ანალოგიური მოთხოვნით. უბრალოდ უახლოესი დღეები ალბათ ცოტა შეუსაბამო გარემო იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ამ დავას უფრო საფუძვლიანად ჩაუდგეთ სათავეში. მოგვიანებით ბუნებრივია ეს პროცესი სასამართლოს ფორმატში გადაინაცვლებს. რაც შეეხება ოფისი ამ ეტაპზე ძველ რეჟიმში განაგზობს მუშაობას. მოგვიანებით ჩვენ უკვე დავიწყეთ ზრუნვა და ფიქრი ალტერნატიული ფართის მოპოვებაზე და ალბათ თანდათანობით ამასაც განვახორციელებთ. დიდი მადლობა. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ახალი გაზეთის ოფისში ქუთაისში მოქმედი თითქმის ყველა ჟურნალისტი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. თეონა ხარაბაძე, Info9 ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტი იმყოფება ჩვენს გვერდით. თეონა, როგორ შეაფასებ ზოგადად გუშინდელ ფაქტს და წინასაარჩევნო გარემო როგორია ქუთაისში? პროექტში საღამოშვიდობისა. რაც შეეხება დავიწყებ გუშინდელი ფაქტის შეფასებას, ამაზე შეიძლება ყველაზე მარტივი ვთქვათ ამ ყველაფერზე, რომ ეს იყო ძალადობა მედიაზე. არ აქვს მნიშვნელობა როგორ განხორციელდა, ეს იყო ფიზიკური სიტყვერი, მთავარი იყო ეს
იყო გამიზნულად მოქმედი. მე ერთი რამ შემიძლია თქვა ამ დრო განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე კარგად აჩვენა, რომ მედია აღარ არის მხოლოდ სტენოგრაფისტი, ანუ მედია არა მხოლოდ აშუქებს იმ მოვლენებს, რომლებიც მის თვალს იხდება, არამედ ღრმად ეძიება ამ საკითხებს. თუნდაც ის ფაქტი, რაც მოხდა გუშინ ნიუ პრესის და ახალი გაზეთის ოფისში, ხო? ამის ნათელი დადასტურება. როგორც ჩანს, ვიღაცამ მართლაც შეაწუხა იმ ნამდვილმა სიტყვა, რომელსაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რეგიონალური მედია თვალწინ უჩვენებს ყველას. რაც შეეხება მედიის მუშაობას, მე შემიძლია ვთქვა ჩემი ქალაქის იმერეთის მასშტაბით, ხო? გააქტიურდა საარჩევნო პროცესებით, რომელიც მიმდინარეობს, შესაბამისად ითხოვს მედიისგან აქტიურობას. მოქალაქეებიც უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სიტუაციას, მათ შორის ჟურნალისტები, შესაბამისად სამოქალაქო პოზიციის ზრდა მედიას აიძულებს იყოს უფრო მეტად მოდარაჯე როლში, უფრო მეტად დააკვირდეს მოვლენებს. მით უმეტეს, რომ წინ გვიძევს ზუსტად რამდენიმე საათში დაიწყება არჩევნები, შესაბამისად ეს არის მეტი პასუხისმგებლობა როგორც ჩემთვის, მოქალაქისათვის, როგორც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისათვის და მით უმეტეს იმ ადამიანებისათვის, რომელთაც მე ვმუშაობ. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მედია ყოველ შემთხვევაში მზად არის იმ ყველაფრისა და მზად იყო იმ ყველაფრისათვის, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მე კიდევ ერთხელ ნებისმიერ მხარეს არ აქვს მნიშვნელობა. ვეტყვი ერთ რამეს, რომ მედია უნდა ასრულებდეს მის მთავარ ფუნქციას. ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს არავინ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, ოპოზიცია, ხელისუფლება, არასახელისუფლებო წრეები, არაპოლიტიკური წრეები. თავარი ერთი, ჩვენ მოგვეცეს საშუალება ეთიკური სტანდარტებში გავაშუქოთ და მაყურებლამდე, მოქალაქემდე მივიტანოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვანი არის მისთვის როგორც ადამიანისათვის. დიდი მადლობა თეონა. მე აქვე კიდევ ერთ ფაქტს მოვიყვან, მაგალითად დავით გოგისვანიძის ეს ვთქვათ აგრესიის მსხვერპლი ნიუ პრესი ადრეც გამხდარა. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დავით გოგისვანიძე არის ქუთაისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური სახე. სწორედ დავით გოგისვანიძის ნათესავები ცხოვრობენ იმ სახლში, სადაც ნიუ პრესის და ახალი გაზეთის ოფისია განთავსებული და რამდენიმე თვის წინ დავით გოგისვანიძის აგრესიის მსხვერპლი გახდა ნიუ პრესის ერთ-ერთი ჟურნალისტი თეკლა მორღოშია და კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა. ქუთაისში პოლიტიკურ კულუარულ წრეებში საუბრობენ, რომ დავით გოგისვანიძე განიხილება მერობის ერთ-ერთ კანდიდატად. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ იმუშავებს ქუთაისური მედია, თუ კი დავით გოგისვანიძე შეიძლება რომ გახდეს ქუთაისის მერი? დიახ, ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო. ეს საუბარი გახსოვთ რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფი ბატონი ვანო მერაბიშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, პარტიულ აქტივთან დახურულ შეხვედრას მართავდა. სწორედ ამ შეხვედრის თაობაზე ჩვენთვის გახდა ცნობილი ნიუ პრესის ჟურნალისტი თეკლა მორგოშია შეეცადა ეს შეხვედრა, რომელიც კერძო ობიექტში ერთ-ერთი სასტუმროს კონფერენციო დარბაზში იმართებოდა. სწორედ უზრუნველყო ამ შეხვედრის გაშუქება გარე პერიმეტრზე. როდესაც ჟურნალისტი ადგილზე იმყოფებოდა და ცდილობდა იქ მყოფი აუდიტორიის ჩაწერას და ინფორმაციის მიღებას, რას ეხებოდა ეს შეხვედრა და რა მიზანს ემსახურებოდა, ამ დროს სწორედ ბატონი დავით გოგისვანიძე აღმოჩნდა ის ადამიანი ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელმაც სთხოვა ჟურნალისტს დაეტოვებინა ტერიტორია და უფრო მეტიც მან ფიზიკური ზეწოლაც განახორციელა მასზე. რაც შეეხება თქვენ მკითხვას, თორნიკე, მე იმედს ვიტოვებ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერი არჩევნების, ნებისმიერი შედეგების დადგომის შედეგას თითოეული ჟურნალისტი სოლიდარობით შეძლებს, რომ ყველა ტიპის ზეწოლას გაუმკლავდეს. დიდი მადლობა და ეხლა თქვენ ალბათ კადრში ხედავთ, რომ ჩვენს უკან ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნაციონალური მოძრაობის მანქანების კორდონი და დადის, ძალიან ბევრი ავტომობილია და თუმცა ეს იშვიათად არ ხდება ხოლმე, როდესაც მეცხრე არხი პირდაპირ ეთერში ერთვება ხოლმე ქალაქის ქუჩებიდან. გუშინ როდესაც ია ბობოხიძე ჩვენ ჩავრდით საკუთარი ოფისიდან, სწორედ მაგ დროს გაზეთის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სწორედ ასეთი სიტუაცია იყო. აქვე ჩემს გვერდით იმყოფება არასამთავრობო ორგანიზაცია თაობათა დიალოგის ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე, ის მან გუშინ გამოხატა სოლიდარობა ახალი გაზეთის მიმართ. ნუგზარ, ზოგადად აი წინა საარჩევნო გარემოზე როგორ შეგიძლია გითხრა მაყურებელს აქვე ერთ დაზუსტებას მივცემ, რომ ნუგზარ კოხრეიძე და თაობათა დიალოგი სფერო არ არის საარჩევნო გარემო და არჩევნები, თუმცა თავად ნუგზარ კოხრეიძე ძალიან აქტიურად არის ამ სფეროში ჩართული.
უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა და მივესალმები თქვენს მაყურებელს. მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი დაძაბული საარჩევნო პროცესი საქართველოს ისტორიაში. ალბათ ქუთაისში არ მოხდა არაფერი ისეთი, რაც არ მოხდა მთელ საქართველოში, იმიტომ რომ ის გამოირჩეოდა ყველა იმ ელემენტით, რაც მთელ საქართველოში ხდებოდა. მე ერთადერთი რამ მინდა ვუსურვო ყველა ჩვენთაგანს, რომ კონდეს შვიდობა და ხვალ იზეიმოს ნამდვილად დემოკრატიამ და ყველა ამომრჩეველს, რომელიც ხვალ მივა საარჩევნო უბანში, კონდეს საშუალება დაიცვას თავისი ხმა, კონდეს საშუალება მიცეს იმ ადამიანებს და იმ პარტიას ხმა, ვისაც ის აპირებს რომ მისცეს და საბოლოო ჯამში ჩვენ გავიღვიძოთ 2 ოქტომბერს მშვიდობიან საქართველოში, სადაც იქნება უზენაესი ხალხის ხმა. დიდი მადლობა. აღსანიშნავია, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ტელეკომპანიამ მეცხრე არხმა გაზეთა ახალ გაზეთს ქუთაისში საკუთარი ბიუროს ოფისით სარგებლობა შესთავაზა. ძალიან სოლიდარული აღმოჩნდნენ ქუთაისელები ახალი გაზეთის მიმართ, რეკავდნენ მოქალაქეები და საკუთარ ფარტს თავაზობდნენ, კუთვნილ ფარტს თავაზობდნენ. დღეს ახალმა გაზეთმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოხატეს აღნიშნული მედია საშუალების მიმართ თანადგომა. ძალიან დიდი მადლობა. მე ერთი წუთი თანადგომა მინდა გამოუცხადო ია ბობოხიძეს, სწორედ ჩემი გადაცემაში ჩართვის შემდეგ მოხდა ეს რამდენიმე წუთში რაც მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას სამუდამოდ გავატანთ წარსულს ესეთ რეციდივებს, იმიტომ რომ ეს არის მართლაც რაღაც გამოძახილი ცუდი წარსულიდან. ეხლა გადავიდეთ, გადმოვინაცვლოთ გურჯაანში, აღმოსავლეთ საქართველოში და ჩვენ კორესპონდენტი მარდონა ბატიაშვილი სწორედ ისეთი იგივე შეკითხვით, რა ვითარებაა წინასაარჩევნოთ, ესე ვთქვათ, კახეთში მიმართავს ნანა დევიძეს, სამართლიანი არჩევნების კოორდინატორს კახეთში და მაია ყალნაბეგაშვილს, გაზეთ სპექტრის რედაქტორს. მადლობა, მოგესალმები. ერთი შეკითხვა დღეს მოგესალმებით. რა ვითარება არის კახეთში? აი ამ ერთი შეკითხვით ვიმართავ დღეს რეგიონებს. მოგესალმებით, ჩვენ ხოლმე ვიმყოფებით კახეთში. კახეთში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის და თავად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. დაჭერის ფაქტები, ზეწოლები, ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები, ეს ის ფაქტებია, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ აქტიურად საუბრობენ. ახლა ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონალური წარმომადგენელი, კოორდინატორი ქალბატონი ნანა დევიძე, ასევე კახეთის რეგიონული გაზეთის სპექტრის გამომცემელი მაია ყალაბეგიშვილი, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს აქტიურად აშუქებდნენ, ასევე სამართლიანი არჩევნები აქტიურად აკვირდება 95 წლიდან არჩევნებს. ახლა ჩვენ შეგვიძლია კითხვით გადავიდეთ ქალბატონ ნანასთან. ქალბატონო ნანა, თქვენ 99 წლიდან აქტიურად აკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნებს და რით განსხვავდება ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან? ანუ რა ფაქტები არის, დარღვევის ფაქტები არის დაფიქსირებული თქვენი ორგანიზაციის მხრიდან? მივესალმები ტელემაყურებელს და მოგახსენებთ, რომ სამართლიანი არჩევნები უკვე აქვეყნებს თავის შუალედურ ანგარიშებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. და ჩვენი კახეთში 8 გრძელვადიანი დამკვირვებელი სისტემატურად გვაწვდის ანგარიშებს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. და მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო პერიოდში კახეთის რეგიონში ძალიან გახშირდა ამომრჩეველზე ზეწოლის, მუქარის, ანგარიშწორების ფაქტები. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მასიურია პოლიტიკური პარტიის აქტივისტების დაკავება, ასევე მათზე მატერიალური ზიანის მიყენება და ასე ტენდენცია კახეთში, თქვენც ალბათ შენიშნავდით, რომ სააგიტაციო მასალები ეს პლაკატების სახით არის დაზიანებული. რომელი პარტიების სააგიტაციო მასალა არის უფრო განადგურებული და ძირითადად რომელი პარტიების ამომრჩეველზე არის ეწოლები? ამორჩევლს ვერ დავაკონკრეტებ, რომელი პოლიტიკური პარტიის ამორჩევლები არიან. ზოგადად მქონდა საუბარი ამორჩევლზე, როცა ვლაპარაკობდი, პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალები, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო მასალები არის დაზიანებული.
ჩვენ ახლა შეგვიძლია გავესაუბროთ მაია ყალბიგიშვილს, რომელიც არის კახეთში გამომავალი გაზეთის სპექტრის რედაქტორი. ის წინასაარჩევნო პერიოდს აქტიურად აშუქებდა. ჩვენ არაერთხელ წავიკითხეთ სტატიები, თუ როგორ არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდი და ახლა შეგვიძლია მიმართოთ მაიას, რომელიც მის გაზეთის წერდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ქალბატონო მაია, თქვენი გაზეთი ხშირად წერდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ გაზეთი სპექტრი ბოლო 2 თვის განმავლობაში რეგულარულად აშუქებს კახეთში ადმინისტრაციული რესურსების არათანაბარ გამოყენების ფაქტებს. კონკრეტული სტატია, რომლის ავტორიც მე განხლავართ, შეეხება იმ ფაქტებს, რომლებიც უშუალოდ ნაცმოძრაობის აქტივისტების მიერ დაფიქსირდა კონკრეტულად პრეზიდენტის ჩამოსვლის დროს ნაციონალური მოძრაობა მიზნობრივად იყენებს საჯარო მოხელეებს, ანუ მათი ჩამოყვანა ხდება რეგულარულად, ოპერატიულად, როგორც კერძო მანქანებით, ასევე ორგანიზაციების მანქანებით. ჩვენ გვაქვს სტატიაში მოყვანილი ფაქტები, როდესაც მაგალითად გურჯაანში შეხვედრის დროს პრეზიდენტთან ჩამოიყვანეს ბევრი მიკავშირდებოდა ამ დროს გურჯაანში ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა პრეზიდენტის გამოსვლა და ძალიან ბევრი მოქალაქე იყო და ყველას უკვირდა ეს რამდენი მოსახლეობა ყოლია გურჯაანს, თუმცა რამდენი ადამიანი გამოვიდა პრეზიდენტთან შესახვედრათო. სამწუხაროა ეს ფაქტი. მე მეღიმებოდა, როდესაც ამას მეუბნებოდნენ, იმიტომ რომ გურჯაანში შეხვედრაზე ძალიან მცირე რაოდენობის გურჯაანელები იყვნენ. უფრო მეტად ყავდათ კახეთის რეგიონიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ გვარდასახელების დასახელებისგან უმრავლესობა თავს იკავებს, იმიტომ რომ როგორც წესი ხოლმე ამ შემთხვევაში მოქალაქეები ან თავის პირად სამსახურს ან ახლობლების სამსახურს და ზოგადად უსაფრთხოების გამიცავენ თავს. ჩამოყვანილი ყავდათ დედოფლის წყაროდან, სიღნაღიდან, ძირითადად საჯარო მოხელეები, აიპის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ თავისი ორი მცირეწლოვანი შვილი მაგალითად დაუტოვა დედამთილს იმის გამო, რომ დაავალდებულეს, რომ ადგილზე ყოფილიყო, მოესმინა პრეზიდენტთან შეხვედრა და წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ კიდეც, რომ სამსახურში ვეღარ მივიდოდა. ასევე მე მინდა ხაზი გაუსვა ჟურნალისტების მდგომარეობას წინასაარჩევნო გარემოში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთში ჟურნალისტებს ფაქტობრივად არ აქვს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ამაში ალბათ უმრავლესობა ჩემი კოლეგების დამეთანხმება და ბოლო შეხვედრას მოვიყვან ისევ მაგალითად ჩვენ გვიგრძელავდნენ ფოტოების გადაღებას, ვიდეო გადაღებას მაშინაც, როდესაც უშუალოდ სცენის მოწყობის ღონისძიებები მიმდინარეობდა, სადაც პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო. ელემენტარულად არგუმენტად მოყავდათ ის ფაქტი, რომ არ ჰქონდა აკრედიტაცია. მე მაინტერესებს და მიმართავ ყველა კოლეგას, ვისაც აკრედიტაცია აქვს, რაში იყენებენ ამ აკრედიტაციას, მაინტერესებს. რას ნიშნავს აკრედიტაცია, რისი გადაღების უფლებას გვაძლევს, თუ კი გულზე გვაქვს ბაჯი, რომელზეც გვიწერია, რომ გვაქვს პრეზიდენტთან შეხვედრის უფლება. სასაცილო ფაქტი იყო, როდესაც ჩემი ახლობლები იღებდნენ პირადი ფოტოაპარატებით, პირადი მობილურებით იმ ფოტოებს, რომლის აკრძალვაც ჩვენ გვეხებოდა. ელემენტარულად კითხვა მაქვს თვითონ კანცელარიის წარმომადგენლობასთან, როდესაც აკეთებს აკრედიტაციის დოკუმენტს. რას წერს, რისი უფლება გვეძლევა და რისი არა. იქნებ გაგვარკვიონ ამაში, იმიტომ რომ ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რისი შეზღუდვები გეკვრისრება და რისი არა. ქალბატონო ნანა, თქვენი ორგანიზაციის მხრიდან თუ არის დაფიქსირებული კონკრეტული ფაქტები წინასაარჩევნო და რა ფაქტები არის ეს ამაზე რა ვისაუბროთ? მე ხალხ ვისაუბრებ
წუხანდელ ფაქტზე, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად ეს არის სოფელი კოლაგი, სადაც მანანა ბერიკაშვილის, რომელიც არის გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი, მის ბიძაშვილის ოჯახში იყო, ასე ვთქვათ, ასაფეთქებელი ნივთიერება შეგდებული და ვარაუდობენ, რომ ეს იყო მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა მანანამ გააკეთა განცხადება, ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლიც იმყოფებოდა მათთან შეხვედრაზე და მოიძია ის ფაქტები, რომელიც უშუალოდ ამ ამბავთან იყო დაკავშირებული და ქალბატონმა მანანამ განაცხადა, რომ სულ 9 საათის წამოსული იყო იმ ოჯახიდან, როცა ეს ფაქტი მოხდა. და ოჯახმა მიიღო მატერიალური ზიანი. ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი და ასევე თავისუფალი საქართველოს ოფისი წუხელღამეს გაიქურდა. მაგაზე ჩატარდა დღეს პრესკონფერენცია, სადაც გაცხადებული იყო, რომ ოფისიდან იყო წაღებული სააგიტაციო მასალა და იმ კონკრეტული პიროვნებების გვარი, ვინც უშუალოდ ამ პარტიის მხრიდან დააკვირდებოდა არჩევნებს და ეს რა თქმა უნდა არ არის დადებითი ფაქტი ამ წინასაარჩევნო წინადღეებში. ასევე იყო დაშინების ფაქტები სიღნაღის რაიონში თქვენი ორგანიზაციის მხრიდან თუ არის დაფიქსირებული ეს? რა თქმა უნდა, ჩვენმა ორგანიზაციამ დააფიქსირა არაერთი ზეწოლის მუხარის და დაშინების ფაქტები, რომელიც უშუალოდ ბოლო დროს გადაიზარდა უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. სწორედ ეს, ასე ვთქვათ, ყველაზე ცხელი წერტილები გამოვლინდა, ეს იყო სიღნაღი და გურჯაანი და თქვენც მოგეხსენებათ, რომ სიღნაღში სოფელ ქვემო მაღაროში იყო, ასე ვთქვათ, ნიღბიანი პირების მიერ, ასე ვთქვათ, ფიზიკური ანგარიშსწორება ამ მომრჩევლებზე. ამან, რა თქმა უნდა, დადებითი როლი არ ითამაშა მთლიანად წინასაარჩევნო გარემოში. წინასაარჩევნო გარემო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითონ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. ამ დროისთვის მათი განცხადებით გურჯაანის და სიღნაღში არის დარღვევის ფაქტები დაფიქსირებული. კერძოდ სიღნაღის რაიონში იყო ნიღბიანი ადამიანების მიერ მოკალა მომრჩეველზე თავდასხმის ფაქტები, ასევე გურჯაანში იყო დაფიქსირებული მათი განცხადებით, გურჯაანშიც იყო დაფიქსირებული ამ მომრჩეველზე და ასევე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები. დიდი მადლობა მადონა, რეკლამა და რეკლამის შემდეგ ჩვენ გადავინაცვლებთ ზუგდიდში და გორში. ძლდება კონსულიუმი, ჩვენ დღევანდელ კონსულიუმში საუბრობთ და რაღაცნაირად გვინდა მოვიცვათ ძირითადად საქართველოს რეგიონები, თუ რა ვითარება რეგიონებში. ახლა ჩვენ ზუგდიდიდან ჩაგორთვება ჩვენი კორესპონდენტი გურამ როგავა და ის გაესაუბრება დავით ფაცაციას, ადამიანის უფლებათა ცენტრს, თამარ ზანთარაიას ლაივ-პრესი, ანა ხუბუტია ლაივ-პრესი, ლევან სულაშვილი ინფო 9. რავი, ერთადერთი კითხვა არის დღეს, რა ვითარება არის წინასაარჩევნო ზუგდიდში და სამეგრელოში მთლიანად? ზუგდიდში და ზოგადად სამეგრელოში ვითარება, როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, საკმაოდ რთულია წინაარჩევნებისგან განსხვავებით. კონკრეტულად რა განსხვავებაა წლევანდელ არჩევნებზე, რა სირთულეები ამასთან დაკავშირებით მე ალბათ მიკროფონს დავუთმობ ახლა ლაივ-პრესის კორესპონდენტს, ინტერნეტ გამოცემა ლაივ-პრესის ჟურნალისტ თამუნა ზანთარაიას. თამუნა, ყველასთან გვექნება დღეს ეს შეკითხვა, კონკრეტულად როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში? ძალიან დაძაბული გარემოა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, ბევრად დაძაბულია გარემო ზუგდიდში და ბევრად მეტია ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები და კონკურენცია არის ბევრად მეტი. აშკარად იგრძნობა პოლიტიკური პარტიების აქტივობებთან დაკავშირებითაც. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებია ძალიან ბევრი. კონკრეტულად ჩვენს მედია საშუალებას და ვიცი თქვენც, რომ არ გქონდათ საშუალება გაგეშუქებინათ მართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია განსხვავებით სხვა პარტიებისგან და ეს არ იყო ჩვეულებრივად, ეს იყო ძალიან აგრესიულად და ძალიან მწვავე ფორმებში გამოხატული მათი აგრესია, ეს იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც. ანუ ასეთი ფაქტები მე პირადად ძალიან დიდი გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ვაშუქებდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ნამდვილად არ იყო. და ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ კონკურენცია არის ძალიან მაღალი და რეალურად მოქალაქეებშიც არის ის განწყობა, რომ
რომ არის არჩევნები და ეს არ არის ფორმალური არჩევნები და რომ არის აშკარად ის განწყობა, რომ რაღაც დამოკიდებულია მოქალაქეზე. დიდი მადლობა, ეს იყო თამარ ზანთარაია, ლაივ პრესის ჟურნალისტი, ასევე ჩვენთან აქ იმყოფება ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი დავით ბაცაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს. მოდით მოვისმინოთ არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებაც ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონო დავით, ჩვენ ჟურნალისტებს ძალიან ხშირად გქონდა, ასე ვთქვათ, მთავარი პრობლემა ჩვენი იყო სამთავრობო გუნდის ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებით. მასთან კონტაქტი ჟურნალისტებს ზოგადად აკრძალული ჰქონდათ და ვერ ვახერხებდით ამ კანდიდატთან მიახლოებასაც კი. აი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? რატომ ხდება ასე და რატომ ემალება ჟურნალისტებს თუნდაც როლანდ ახალაია? ვერ გეტყვით ეს თავად ბატონ როლანდი ახალაიას გადასაწყვეტი არის თუ რატომ გაურბეს ის სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენს ასევე ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოებას ინიციატივა შეხვედრა გვეწარმოებინა ბატონ როლანდ ახალაიასთან. ეს იყო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მან მიიღო მოწვევა, მაგრამ სამწუხაროდ ის არ მობრძანდა. ასევე ის გაურბის დებატებს და ეს არის სამწუხარო ფაქტი იმისა, რომ დემოკრატიული მაჩვენებელი საქართველოში და კერძო სამეგრელოში არის ძალიან დაბალი. აი ზოგადად წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში რომ შევაფასოთ, ასევე ოპოზიციის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ძირითადად რა იყო ის სირთულეები, რაც თქვენ ასე ვთქვათ დაინახეთ და აღწერეთ? ჩვენ ვაკვირდებით რა თქმა უნდა არჩევნებს, სისტემატურად ვაკვირდებით ყველა არჩევნებს. გეტყვით რომ აი ქართული ოცნების აქცია იყო 22 სექტემბერს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო გაცილებით რომ 7 და უფრო ხალისიანი და ადამიანები იყვნენ უფრო ასე ვთქვათ, უფრო ღია, ვიდრე 23 სექტემბრის ნაციონალური მოძრაობის შეხვედრაზე, სადაც იყო გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი და ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ აი ამ ფაქტებს. დღესაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიცია და უშიშროება თავად არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში და ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი და ეს არის დემოკრატიის როგორც თქვი დავალი ხარისხი. იმედია აისახება ეს უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებში ყველა ეს ფაქტი, რომელიც ახლა დავით ბაცაციამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა. ასევე ნანა ხუბუტია, ჟურნალისტი, ლაივ პრესის ჟურნალისტი, რომელიც წლებია უკვე აშუქებს არჩევნებს და მას დაუგროვდა დიდი გამოცდილება ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად მოვისმინოთ ნანას შეფასება და მოსაზრება, რა განსხვავებაა ამ არჩევნებისა და წინა ჩავლილი არჩევნებს შორის. მიმდინარე არჩევნების გაშუქებისას მახსენდება ის ფაქტები, როცა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მე მუშაობდი ადგილობრივ რადიოში და მქონდა დებატები და ამ დებატების დროს ძალიან მიჭირდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოწვევა, უბრალოდ მოწვევა არა, მათი მოსვლა იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ მათ არ სურდათ დებატებში მონაწილეობის მიღება. წელს ცოტა განსხვავებული სიტუაცია და ძალიან გაიზარდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან აქტივობა და კიდევ მინდა გავიხსენო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ნაციონალური მოძრაობა აშკარად აშკარად გამოირჩევა მისი წინასაარჩევნო კამპანია იმ პერიოდის კამპანიისგან, იმიტომ რომ ისინი წელს არიან განსხვავებულად აგრესიულები და ეს აგრესია განსაკუთრებით არის ჟურნალისტებზე. რაში გამოიხატება ეს აგრესია? მათი აგრესია ჩდება მაშინ, როცა სვამ კითხვას და როცა მუდმივად სვამ კითხვას და ვერ იღებ პასუხებს მათგან. მათ არ სურთ ჟურნალისტებთან საუბარი და ისინი ობიექტურ ჟურნალისტებს ეძახიან, მხოლოდ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სამთავრობო არხებს წარმოადგენენ. დაახლოებით ასეთი აზრი გამოთქვა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, როცა მას დაუსვეს კითხვა თუ რატომ არ სურს მას კითხვებზე პასუხის გაცემა მას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. და მას ჰქონდა ესეთი პასუხი, რომ მას აქვს მხოლოდ პასუხი ობიექტურ ჟურნალისტებთან და ეს ობიექტური ჟურნალისტები მან დაასახელა სამთავრობო არხებიდან. დიდი მადლობა, ეს იყო ნანა ხუბუტია, ლაივ პრესი და ჩვენ ახლა გავესაუბრებით ინფოცხრის ზუგდიდის რეპორტიორს ლევან სულაშვილს, რომელსაც პირველად უწევს წელს ზუგდიდში არჩევნების გაშუქება. ის მანამდე თბილისში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში მუშაობდა. ალბათ საინტერესოა მისი შეხედულებაც ამ თემასთან დაკავშირებით, რა განსხვავებაა დედაქალაქსა და ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებს შორის. ლევან, ზოგადად წინასაარჩევნოდ გარემოს შენ როგორ შეაფასებ, როგორც ჟურნალისტი, რა დაბრკოლებები გექნება აქ სამუშაოდ?
მოგესალმებით. პირველ რიგში დავეთანხმებით ჩემს კოლეგებს, რომ ზუგდიდში საკმაოდ დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდია. ესე ვთქვათ, კანდიდატები არიან არათანაბარ მდგომარეობაში და ამისი ამსახველი ვიდეო სიუჟეტები, რეპორტაჟები თითქმის ყველა მედია საშუალებას აქვს. თუნდაც ამის დასამოწმებლად თუნდაც ის კმარა, რომ ჩვენ არ გვეძლება, როგორც ჩემო კოლეგებმა აღნიშნეს, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრების გაშუქება. სამწუხაროდ ზუგდიდის რჩევას არ აქვს საშუალება დაინახოს განსხვავება ორ კანდიდატს შორის. თქვენ იცით, რომ ეს შეკრებებიც არის ძირითადად მხარდამჭერებთან და აქტივთან და ზუგდიდის მოსახლეობამ არ იცის, რას პირდება რეალურად როლან ახალია თავის ამორჩევას. შესაბამისად, გადაწყვეტილის მიღება ალბათ ძალიან რთულია. დიდი მადლობა, ეს იყო ლევან სულაშვილი, Info9 და ბოლოს ჩართვის ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როლანდ ახალაია ეს იყო ძირითადი მთავარი პრობლემა ჟურნალისტების, ზუგდიდში მომუშავე ჟურნალისტების პრობლემა იმ კუთხით, რომ ის არ გამოდიოდა კონტაქტზე და თუ ჩვენ რაღაცნაირი ფორმით პირადი წყაროებით ვიგებდით როლანდ ახალაიას საარჩევნო შეხვედრების შესახებ და იქ ჩნდებოდით მოულოდნელად, ჩვენ მიმართ იყო ძალიან დიდი აგრესია მისი პრესსამსახურის, მისი მომხმარებლების და აქტივისტების მხრიდან. როლანდ ახალაია ასევე არ დათანხმდა არც საჯარო დეპატებს, რომლისგანაც ირაკლი ალასანე მას არაერთხელ მოუწოდა, ასევე არ დათანხმდა თუნდაც ლაივ პრესის პროექტში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობდა ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისათვის დაეთმო, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული სტატიები მიეცნო მათთვის. ყველა მაჟორიტარი კანდიდატი დათანხმდა ამ პროექტში მონაწილეობას, თუმცა როლანდ ახალაია მუარი განაცხადა, ასევე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრები და ამ შეხვედრასაც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით როლანდ ახალაიამ უარი განაცხადა. ასეთია გარემო წინასაარჩევნო და ამ დროისთვის ჩვენ არ ვიცი გესმით თუ არა ახლა ხმა ზუგდიდის ქუჩებშიც როლანდ ახალაიას მომხრეები გადაადგილდებიან მანქანებით, ისინი საყვირებითა და სიგნალებით, ასე ვთქვათ, ყველა უბანში მოძრაობენ და მოუწოდებენ ამ მომრჩეველს, რომ ხმა მისცენ როლანდ ახალაიას, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. გურამ დიდი მადლობა და ახლა გადავინაცვლოთ ქართლში და ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ სხიტლაძე, სადაც ნოდარ სხიტლაძე ჩავართვება ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ სხიტლაძე. ნოდარ, დღეს მიმართავთ ყველას ერთი და იგივე ერთი კითხვა, რაც მინდა დაუსვა ჩვენ სტუმრებს, რა ვითარებაა წინასაარჩევნო გორში და ქართლში მთლიანად? მოგესალმებით, ჩვენ დღევანდელი რესპონდენტები არიან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი საბა ციციკაშვილი, მოგააქციაური რადიო თავისუფლება და სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჯამთელი სამყაროს შიდა ქართლის კოორდინატორი ქალბატონი არინა თავოქარაშვილი. პირველი კითხვით გადავარ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორთან. ბატონო საბა, რა ვითარებაა წინასაარჩევნო რეგიონში? მოგესალმებით, ამ წუთებში უკვე გაათავისუფლეს ჩვენი დამკვირვებელი, დაკავებული ყავდათ ის ნიქოზის განყოფილებაში. დაკავების მიზეზი იყო საარჩევნო უბანში იმ ქვილების, შაქრის და ზეთის დათვალიერება, რომლის დარიგებაც იგეგმება ხვალ ზუსტად არჩევნების დღეს. ბუნებრივია ეს არ იქნება დარიგება რაღაც გარკვეულწილად წითელ მაისურებით, ან კიდე რაღაც მსგავსი მაისურებით, ამის პირობა ჩვენ მოგცა გამგებელმა, თუმცა ის ფაქტი, რომ ის დარიგდება სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანებისგან, ეს რა თქმა უნდა თან საარჩევნო უბანზე, ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად ამ მომრჩეველზე გარკვეულწილად ზემოქმედების ნიშანი იქნება. სწორედ აი ამ პროდუქტების დასათვალიერებლად იყო მისული ჩვენი დამკვირვებელი, ჩვენი ორგანიზაციიდან, როდესაც სოფლის გამგებელმა ჩათვალა, რომ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი შეიჭრა რაღაცა კანონს აწინააღმდეგოთ და შეატყობინა პოლიციას, რომ ისინი დაეპატიმრებინათ. პოლიციაში ნია ოდიშვილმა დაჰყო დაახლოებით 1 საათი, მოხდა მისი დაკითხვა, ეხა ის ჩამოვა გორში და უფრო დეტალურ ინფორმაციას გავიგებთ და მე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს, ეს იქნება ორგანიზაცია თუ რა ვიცი, საიდანაც იქნება, ნებისმიერ დროს აქვს შესulis უფლება და იქ დათვალიერება. ამ ეტაპისთვის ეს მინდა ეს შემიძლია გითხრათ და სხვათა შორის არა მარტო ნიქოზში, სხვა სოფლებშიც იგეგმება ანალოგიური ტიპის პროდუქტების დარიგება. ეს პროდუქტები მიტანილია დაახლოებით 3-4 დღეა. ჩვენ პირველივე დღესვე დავაფიქსირეთ ეს ფაქტი და ყოველ დღე ვამოწმებთ დარიგდა თუ არა. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს მოხდა ამდაგვარი ტიპის ინციდენტი. გასაგებია. გოგა შენ რა სიტყვე, როგორია წინასაარჩევნო ვითარება გორში? დავიღოთ იგივე კონკრეტის მოსაზრე სოფლები. პრინციპში მივესალმებ მეცხრე არქის მაყურებელს. პრინციპში ჩვენ თუ გავითვალისწინებთ წინასაარჩევნო პერიოდს და გაგვახსენდება აუცილებლად ალბათ მერეთის ინციდენტი, იგივე
დევნილთა ჩასახლების ინციდენტი შეიძლება ითქვას, რომ ფონი დაძაბულია, იმიტომ რომ აი წინა კვირებში ჩვენ გვესმოდა ადამიანების ცემა, დაკავება, ადმინისტრაციული პატიმრობა თუ თქვა ჯარიმის გამოტანა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს მართალია შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ აი არავინ საზოგადოების წარმომადგენლებს მე დღეს ვესაუბრებოდი და ყველა ფიქრობს, რომ რაღაც მაინც დაძაბულობა, შინაგანი დაძაბულობა შეიმჩნევა ამ ქალაქში, ამ მუნიციპალიტეტში. თუმცა ალბათ ცოტა პოზიტივზე შეიძლება დღეს ვისაუბროთ. ფაქტია ის, რომ აქ ადგილობრივი ჟურნალისტები შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მასშტაბურად გავაშუქებთ ხვალინდელ არჩევნებს. საქმე ეხება იმას, რომ თქვათ, ვერცერთი მედია საშუალება ვერ მოიცავს ყველა უბანს. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ, მოხდეს ინფორმაციის გაცვლაც და აი გუშინ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებთანაც კი, რომ მათაც იგრძნონ არ გარშვალდებულება მედიის წინაშე და ისინი მოვიდნენ მაგალითად ჩართულობის ცენტრში და გამართონ ბრიფინგები იმ პროცესების შესახებ, თქვათ, რასაც ექნება ადგილი მთელი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ხვალ პირველ საათზე და 6 საათზე დღის განმავლობაში სამი პოლიტიკური პარტია გამართავს ერთობლივ ბრიფინგს. ეს იქნება ჩართულობის ცენტრში და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ახალი მემარჯვენეების და კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები მზად არიან, რომ მოვიდნენ და ითანამშრომლონ მედიასთან. მე ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა პოზიტივია, იმიტომ რომ ჩვენ ჟურნალისტებს მოგვეცემა საშუალება, რომ რაც შეიძლება მეტი უბრინდან მივიღოთ ინფორმაცია და პლუს იქვე მოვახდინოთ გადამოწმება ამ ინფორმაციისა და საზოგადოებამ შესაბამისად მიიღოს ამომწურავი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაცია. თქვენ როგორ შეაფასებთ წინა საარჩევნო ვითარებას რეგიონში? მივესალმები მე-9 არხის მაყურებელს. წინა საარჩევნო ვითარება ყველაზე მძიმე იყო მთელ საქართველოსთან, ალბათ გორსა და მთელ გორის რაიონში. ყველა ინციდენტი რაც უმძიმესი იყო, ქვების სროლა, ამომრჩევლის გამოგდება, საარჩევნო სუბიექტების იგნორირება ხდებოდა გორში. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ რატომღაც დეპუტატობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან საფართო საზოგადოებასთან არის სურვა და ვიტყოდი არ იკადრა ურთიერთობა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის ყოველ დახურულ შეხვედრებს ვიწრო წრეებთან აკეთებდა, ანუ ის უნდა გახდეს ჩვენი დეპუტატი, როგორ ხალხს არ შეხვედრია, ეს მეორე ფაქტი და მესამე უმთავრესი. ფაქტიურად პირადად ჩვენი ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყარო აკვირდება ყველაზე მძიმე ნაწილს მთელი საქართველოსთვის. ეს არის საზღვარგარეთ სოფლები გორსა და ქარეში. ამდენად ის რაც გარეგანი სიმშვიდით არის ნაჩვენები ჩვენი მოსახლეობისა თუ ჩვენი ამომრჩევლისაგან, მაინც საკმაოდ შინაგანად დაძაბულია. იმიტომ რომ საზოგადოების ერთ ნაწილს იმის გამო, რომ მას მთლიანად ვერ შეძლო ამოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, სოფლებში ეს ხელმიუწვდომელი იყო, იმიტომ რომ არ ჰქონდათ საშუალება საკაბელო ტელევიზიებისა, სილქნეთისა, სხვადასხვა სოციალური ქსელით ისინი ნაკლებად იღებდნენ ინფორმაციას, მათ ინფორმაცია ერთხრივად მიეწოდებოდათ, ძირითადად მიეწოდებოდათ მართული, მე ვიტყოდი, რუსთავი 2-დან, მართული ტელევიზიებიდან, პირველი არხიდან, იმედიდან და ამდენად საზოგადოების ერთი ნაწილი უცქეროდა ამას, რომ ვაიმე და საზღვარგარეთ სოფლებში ვაი თუ რამე ისეთი მოხდეს არჩევნების დღეს და მეორე დღეს, რომ ხელმეორედ შემოვიდეს რუსეთი და ამიტომ თავისებური შიში ნამდვილად არსებობს. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობა მაინც შინაგანად თუ შიშით არის მოცული, გარეგანად იმდენად ინარჩუნებს სიმშვიდეს, რომ ის უნდა გადაედოს მთელ საქართველოს. მინდა რომ 7 არჩევნები იყოს, მიუხედავად იმ მძიმე დარღვევებისა, რაც გორსა და გორის რაიონში მოხდა, მაინც ამომრჩეველი უფრო და იყოს ობიექტური, რასაც ჩვენმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მედია საშუალებებმა უნდა შეუწყონ ხელი. ჩვენ გამოვნახეთ ესეთი გზა, რაც გოგამ აღნიშნა წინა გამოსვლაში, რომ ჩართულობის ცენტრში ყველა ერთად ვიყო და ინფორმაციის სისტემატიური გაცვლა ხდებოდეს და ოპერატიული რეაგირება იმ დარღვევებზე თუ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც შეიძლება ხვალ აღმოჩნდეს ამომრჩეველი. თუმცა მაინც მინდა რომ ყველა სიმშვიდისაკენ მოუწოდო. დიდი მადლობა რესპონდენტები აცხადებენ, რომ ასეთი არის ვითარება წინა საარჩევნო შიდა ქართლის რეგიონში, ნუ არის საკმაოდ დაძაბული. ჩვენ შეკითხვებს პასუხობდნენ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი, გოგა აფციაური რადიო თავისუფლებიდან და სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყაროდან არინა თავაქარაშვილი. ნოდარ, დიდი მადლობა. და საერთოდ მე მინდა უთხრა დიდი მადლობა რეგიონალურ მედიას, აქ იყო ნაწილი წარმოდგენილი, ნაწილი არ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა დროს, მართლაც საქართველოს ყავს უკვე ძალიან ძლიერი რეგიონალური მედია და ეს უკვე ნიშნავს, რომ სულ უფრო და უფრო მეტად იქნება საზოგადოება ინფორმირება და დაცული. საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი რეგიონალური მედიით. მადლობა, ჩვენ რეკლამის შემდეგ გავაგზავნებთ საუბარს.
გრძელდება კონსულიუმის წევრია სოზარ სუბარი. სოზარ, ეს ვითარება არის საქართველოში 4 რეგიონის ვითარებას ჩვენ მოусმინეთ, ალბათ იქნება და მსგავსი ვითარებაა და დაახლოებით იგივე ხდება. ფაქტობრივად სრულდება ერთი პოლიტიკური წელიწადი, დღეს შეიძლება ითქვას და ფაქტობრივად ისეთი გაწყობაა და მართლაც ესე იწყება ახალი პოლიტიკური წელი. ხვალ როგორ შეაფასებ ამ ვითარებას მთლიანად საქართველოში და რა არის ის თუ შეიძლება ითქვას აი ამ წელს რაც უნდა გავატანოთ, რაც უნდა ჩავაბაროთ და როგორ შეაფასებ გასულ პოლიტიკურ წელს უკვე შეიძლება ითქვას. მადლობა მოგესალმებით და მევესალმებით თქვენს მსმენელებს და პოლიტიკური წელი კი არა, პოლიტიკური ეპოქა სრულდება, მე მგონი, იმიტომ რომ აი დარწმუნებული ვარ, ხვალიდან სულ სხვა ეპოქა იწყება. ეპოქა, როცა მშვიდად შეგვეძლება ცხოვრება, არ ვიქნებით მუდმივ სტრესში, მუდმივ და არჩევნები იქნება დაძაბული, თქვა, არჩევნების ვიზადება, მაგრამ არ იქნება რაღაცა ესეთი სტრესები, რომ სადღაც თურმე ფქუს არიდებენ, არიგებენ და დამკვირვებელს უნდა ამის დაფიქსირება და მას აკავებენ და მიხავთ და მიათრევენ პოლიციაში. ეს არის უბრალოდ ამ შემთხვევაში კრიმინალი გაკეთებული იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. კრიმინალზე საუბრობ ვარ სხვათა შორის მოსული, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს დღეს. სხვათა შორის ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს ნაციონალური მოძრაობის საოლქო შტაბების ხელმძღვანელებმა. მოკლედ ჩვენ შევადგინეთ შესაძლო დარღვევების ნუსხა. შევადგინეთ ნუსხა, როგორ უნდა დავაკვირდეთ ისე, რომ ნაკლებად გაყავდეს. ეს დავარიგეთ ჩვენს ყველა დამკვირვებელში, ყველა კომისიის წევრში. ბუნებრივია, როცა რამდენიმე 1000 ადამიანს ამას ურიგებს, არ დარჩება უცნობი ნაციონალური მოძრაობისთვისაც, მათ სასწრაფოდ შექმნეს ახალი სქემა, როგორ უნდა იმუშაონ გაყალბებებზე და მინდა ახლა ამ სქემებზე ვილაპარაკო. დამკვირვებლებსაც მოუწოდო მეტი სიფხიზლისკენ, ჩვენს და კომისიის წევრებსაც, იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტაა, რომ ყველას მივაწვდინოთ ეს ინფორმაცია, მაგრამ პირველ რიგში მინდა ეს ინფორმაცია მივაწვდინოთ ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრებს, თავმჯდომარებს. კანონის დარღვევა, აი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯოს ყველა ვინც კანონს დაარღვევს, რომ მომავალში არავის არ გაუჩნდეს ეს სურვილი და აი არ ეპატიება არავის, ხვალ რომ ნაციონალური მოძრაობის ბოლო დღე არის და ეს მე მგონი ყველამ თვითონ ჩვენზე უკეთ იციან. ეხლა რა არის აი ეს კონტრზომები, რომლებიც მათ მიიღეთ ჩვენი ზომები, რომ არ გავაყალბოთ არჩევნები და მათი კონტრზომები, რომ მაინც როგორ გააყალბონ. ნუ თქვა, ჩვენ დავარიგეთ ჩვენი დამკვირვებლები, რომ აუცილებელია დააკვირდნენ რეგისტრატორებს, დადგნენ რეგისტრატორების უკან, ან თქვა, თუ ამის საშუალება არ თქვა, ოთახი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რეგისტრატორის უკან დადგეს დამკვირვებელი, ამ შემთხვევაში მაგიდებს შორის უნდა იყონ ადგილი, რომ აი ამ მაგიდებს შორის დადგეს დამკვირვებელი, რომ ვაკვირდებოდეთ რა, გამჭვირვალე იყოს პროცესი, კონტრზომა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა, სკამი უნდა იდგეს პირდაპირ უკან კედელთან, ხოლო მაგიდებს შორის ადგილი უნდა დარჩეს, ხოლო თუ ამას მოითხოვს დამკვირვებელი, ან ჩვენი, ან დამოუკიდებელი დამკვირვებელი, უნდა ატყდეს დებოში, გამოიძახონ პოლიცია და ეს ადამიანი გააძევონ. მაგიდებს შორის არ უნდა დარჩეს ადგილი, ანუ მაგიდებს შორის ადგილი არ უნდა იყოს, რომ იქ ადამიანი არ ჩადგეს და არ დააკვირდეს ნორმალურად, როგორ არის, როგორ ხდება, დარღვევა ხდება თუ არა. რომ აი გააძევონ პირდაპირ ეს ერთი, მეორე თუ ქართული ოცნების წარმომადგენლები მოითხოვონ საკონტროლო ფურცლის ასს ან ბეჭდის ნიმუშს, არ უნდა მისცენ, თუმცა ამის მიღების უფლება გვაქვს ბუნებრივია, არ უნდა მისცენ და შესაბამისად, როცა ისევ ეს მოთხოვნა იქნება დაჯნებული, გადავიდნენ შეურაცხყოფაზე, დებოშზე, გამოიწვიონ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ან თუ ამას დამოუკიდებელი დამკვირვებლები გააკეთებენ, იმათ წინააღმდეგაც იგივე, ისევ პოლიციის გამოძახება და ამ ადამიანის გაგდება იმიდან, საარჩევნო უბნიდან. თუ ესეც ვერ ხერხდება, ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი ესეთი ინფორმაცია, რომ გაწყვეტილებდა მაყურებელმა დარეკა ჩვენ არ გვაქვს პირდაპირ კავშირი და ბარემო პასტებთან დაკავშირებითაც თქვა, სულ ამაზე გამარტო რაღაცა გავრცელებულია ეს რაღაცა ფანტომასის პასტებზე რაღაც საუბარი, ხო თუ არ ჩავინიშნავ. თუ ყველაფერმა კარგად შეარა, მთელი დღის განმავლობაში ვერაფერი მოახერხეს, ხმა მივიდა დათვლამდე, ნუ ყველაზე ესეთი უტიფარი გამოწვევა შემოხაზული არის 51 ნომერი. იღებს დამთვლელი ვინც არის და დებს იქ სადაც დევს ხუთიანები. ეუბნება კომისიის წევრი ჩვენ წარმომადგენელი ან დამკვირვებელი რომ იქით რატო დევს აქ ხუთიანია ისა 51-ია შემოხაზული ხუთიანებში რატო დევს? არა, ნუ ეს აქ უნდა იყოს. იქ როგორ უნდა იყოს? აი ამას მოყვება შელაპარაკება ჭუბი და შეიძლება ეს გახდეს საფუძველი საერთოდ რომ ეს უბანში არეულობა მოხდეს, უბანი დაიხუროს, უბანი გაუქმდეს. ან ისევ დაიჭირონ ყველა წარმომადგენელი, ვინც იქ არის არანაციონალი და შემდეგ ჩაყარონ იმდენი და ესე დაალაგონ ეს ბიულეტენები, როგორც მათ უნდათ. შემდეგი არის ასევე ძალიან
საინტერესო არის თვითონ ამბავი, რომ ყველა უბანზე იქნებაო დაახლოებით ეს ერთ-ერთი შიდა ქართლის ერთ-ერთი რეგიონიდან მოგვივიდა ეს ინფორმაცია, რამდენიმე სხვადასხვა მხრიდან მოვიდა დღეს, რომ დაახლოებით 150-200 კაცი ნებისმიერ უბანზე არ მივიდა, რამენაირად უნდა უზრუნველყოს, რომ მათი ხმები იქნეს ჩაყრილი. როგორ თავმჯდომარეები რო ეკითხებიან, მაგის პასუხი უკვე აღარ აქვს, იმიტომ რომ მართლა ამოეწურათ ყველანაირი რესურსები, რამენაირად უნდა უზრუნველყოთ და თვითონ კომისიის თავმჯდომარეები სხვათა შორის ამბობენ, რომ ჩვენ საციხოდ თავს ვერ გავეხდით, კარგად ვიცით, რომ ამაზე პასუხს მოგთხოვენ, ამიტომ პირდაპირ აი ამ როცა ამ დავალებებს აძლევდნენ, ყოფილა ძალიან სერიოზული და ცხარე კამათი, რომ ჩვენ ამაზე ვერ ვიზამთ და ეს უკვე ძალიან კარგია, რომ დღეს გაჩნდა კანონის წინაშე შიში. კანონის და არა თქვა იმ ვიღაცა უფროსების წინაშე, რომლებიც გაყალბებას ავალებენ. კიდევ ერთი რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს თავისი მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოების ხაზით შეგზავნილი თავის დამკვირვებლები და თუ რაღაც დებოშის ატეხვა გახდა აუცილებელი, სწორედ მათ უნდა ატეხონ დებოში, კუნთმაგარი ბიჭები, ნავარჯიშები, სპორტსმენები, რომ მათ ატეხონ დებოში და არა მაინც და მაინც ნაციონალების კომისიის წევრებმა, რომ მე თქვა რომ აი ვიღაცამ დამოკიდებულმა დამკვირვებლებმა დასცხეს ერთმანეთს. ყველა უბანზე უფრო მეტი საჩივარი უნდა დაწერონ მათ ვიდრე ქართულმა ოცნებამ. თუ ქართული ოცნება დაწერს 5-ს, ისინი წერენ 10-ს, თუ ქართული ოცნება წერს 10-ს, ისინი წერენ 20-ს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური საჩივარი იყოს სწორედ მათი მხრიდან დაწერილი. აი ეს არის რასაც ამბობ და ასევე რაც შეეხება პასტებთან დაკავშირებით, კითხვას პასტებთან დაკავშირებით შემიძლია ის თქვა რომ ეს ხმა რა თქმა უნდა არის გავრცელებული, მაგრამ ამ ხმაზე ძალიან ძნელი ამაზე რაღაცა მარტივია ბოლო-ბოლო წაიღონ პასტები და თვითონ შემოხაზონ თავის პასტით, თუმცა მე არ ამგონია რომ ასეთი პასტებით იყოს ახლა მაქსიმალურად მომარაგებული უბნები, მაგრამ თუ ყოველ შემთხვევაში რაღაც საფრთხე ამისი არსებობს, შეუძლია თავის პასტით მივიდნენ და უბრალოდ მინდა მოუწოდო ჩვენი კომისიის წევრებს მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე ის რაც დავალებები აქვს მოითხოვონ, თუნდაც იგივე რომ სკამი უნდა იყოს დაშორებული, მოითხოვონ კიცეთ წარშეუხილად, მაგრამ აღელვების გარეშე და არც ერთ შემთხვევაში არ წავიდნენ დებოშზე და არ წამოიღონ პროვოკაციებს. თუმცა მე დიდი იმედი მაქვს ყველაფერი და არაფერი აქ სათუმცაო არ არის, ეს არის ის ნატრი დღე და რომელსაც ელოდებოდა ყველა დიდი ხანია, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ცუდი წაყვება ძველ პოლიტიკურ წელს და როგორც არის, ესე იგი დაგვებადება იქნება ახალი პოლიტიკური წელი, იქნება ბევრი სეკეთის მოტანი, ბევრი პრობლემების მომტანი. ამავე დროს მე მინდა ბოლოჯერ გავიმეორო რაც ვთქვა, მე დაბეჭდები და მეცხრე არხი და სხვადასხვა ქართული საზოგადოება დაბეჭდებით ურჩევს და კეთილ რჩევას აძლევს საკაბელო ტელევიზიებს, რომ გაუწიონ საქართველოს მოსახლეობას ანგარიში და არ გამორთონ ეს ტელევიზიები, იმიტომ რომ ეს არ აისახება კარგად საზოგადოების გაწყობაზე, საზოგადოების გაწყობას შემდეგ არ აისახება მათ ესე ვთქვათ, მათ დამი კარგად გაწყობის თვალსაზრისით და თუ მაინც ეს ესე ვთქვათ გამოირთვება, მე მოსახლეობას მინდა უთხრა, ჩვენ დღეს ხვდებით ბოლოჯერ, ჩვენ ხარ შევხვდებით უკვე გვიან ღამეს, ალბათ 10 საათიდან, თქვა მთელი დღის განმავლობაში იქნება უწყვეტად მაუწყებლობა და მოსახლეობა მიიღებს განუწყვეტლივ ახალ ინფორმაციას. საღამოს 8 საათზე დაელოდეთ, გამოცხადდება exit poll-ის შედეგები, მაესტროზეც გამოცხადდება მეცხრე არხზეც და დარწმუნებული ვარ კავკასიაზეც. exit poll-ის შედეგები იქნება 2%-ის 1% სიზუსტით იქნება სწორედ ის სარკე ჩავიხედავ ჩვენ რა გაწყობებია საქართველოში და საქართველოს მოსახლეობა მიუხედავად ყველა პრობლემისა შეძლებს თავისი არჩევანის გაკეთებას და თავისი არჩევანის გამოხატვას და ჩვენ იმედი ვიქონიოთ რომ ახალ წელს შევხვდებით სრულიად სხვა გაწყობაზე ვიდრე ჩვენ გავატარეთ ეს წინა წელი. მე გევშვიდობები და ძალიან კეთილი სურვილები და ბოლოს ვავთვალე ბოროტს ნამდვილად ძლევს კეთილი, ეს არის აუცილებლად ცხოვრების კანონი და ქართველი არის არსებობა, თვითონ ამის დაბადასტურებელი. ქართველებს ძალიან ბევრი ტკივილისთვის გაუძლია, ბევრი ჭირისთვის გაუძლია და არ დაუკვდესია არასდროს და ყოველთვის მოუწირებია ჭირი. ყოველთვის არის რომ ჭირი იქალ, ხინი აქა. ესე დასრულდება ეს ამბავი. გვაქვს 5 წამი ერთად. ქართული ოცნების სახელით, ანუ ხვალინდელი დღის გამარჯვებული ოცნების სახელით. აი პირობას ვდებთ, ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა ხელისუფლება ცდილობს გაყალბებას. აღარ გაყალბდება არჩევნები, აღარ იქნება ამის ცდილობაც კი და ერთხელ და სამუდამოდ ეს მავნეჭირი აღმოიფრობა. გუშინ დაჩვენა ქართულმა ხალხმა, რომ ის არადარი გაყალბებას აღარ შეეგუება სამუდამოდ, ეს იქნება ყველა პარტიისთვის გაფრთხილება გუშინდელი დღე. ამით დავასრულოთ და ესე ვთქვათ, გისრულებთ ყოველივე კარგს.